აი პატარა სულელი გოგოს კაბაც. შენ კაბა გაჭერი და მე დავიჭერ მას. პოსტერი მოვამზადე კონკურსისთვის. მე ისიც კი ვიცი, ვის მისცემს ხმას კამილი. ეს მენდია. გვირგვინი მაინც ჩემი იქნება. ლორა, შეიძლება ერთი კითხვა დაგისვა? რატომ გახარ ჩემს კარადასთან და რატომ გიჭირავს ჩემი კაბა ხელში? და კამპუსის დედოფალი გახდა. სულელი ხარ? რა გააკეთე? იდიოტი ხარ. ლუზერები საუკეთესოები არიან, ლუზერები საუკეთესოები არიან, ლუზერები საუკეთესოები არიან. მენდი, შეიძლება ერთი თხოვნა შემისრულო? თუ გაკვეთილის გაცდენა გინდა, გეტყვი რომ მარა. იცოდე მე მასწავლებელმა გვეტყვი. მენდი, უკვე ვიცით რომ მასწავლებელმა ყველაფერს უყვები. ნუ ხარ გენიოსი, სტეფ. მენდი, მე ვიფიქრე რომ კამპუსში დიდი ხანია სილამაზის კონკურსი არ გქონია. პლაკატიც კი მოვამზადე. მის კამპუსის კონკურსისთვის. შეხედე? სხვათა შორის ასეთი კონკურსები ჩემთან უნდა შეათანხმოთ ხოლმე. მენდი, შეგიძლია კამპუსში ყველა მოზარდს უთხრა რომ ყველა გოგონა შეუძლია შეჯიბრში მონაწილეობის მიღება? კარგი, გავაკეთებ ამას. მხოლოდ ერთი პირობით. მეც მონაწილეობ კონკურსში. ჩვენ ძალიან გვიხარია. და რა არის პრიზი? აქ ეს არ წერია. პრიზი ეს კამპუსის დედოფლის სტატუსია. ლუზერები საუკეთესოები არიან. და პლუს გვირგვინი. გვირგვინი მაინც ჩემი იქნება, ხომ იცით? შენ საერთოდ არ ხარ ვალდებული მონაწილეობა მიიღო. მადლობა მენდი, მეც ძალიან მიყვარხარ. ლუზერები საუკეთესოები არიან. მენდი, ჩემი ბიტა ხომ არ გინახავს, იმიტომ რომ მე აქ დავკარგე ის. ვიცი სადაც არის. მე ის უჯრის ქვეშ დავდე. შენ მას ყოველთვის ყველგან კარგავ. დიდი მადლობა მენდი. თუ მასწავლებელი მაქსი გაიგებდა, სამსახურიდან გამათავისუფლებდა. მის კამპუსის კონკურსი გვაქვს ახლა? კი, სხვათა შორის მეც მონაწილეობ ამ კონკურსში. გამარჯვებული კამპუსის დედოფლის ტიტულით დაჯილდოვდება. მომიწევს იმაზე ფიქრი, თუ ვის უნდა მივცე ჩემი ხმა. ჩაკ, სულელი ხარ? არა. ხმა მე უნდა მომცე, თორემ შენ იცი რაც მოხდება. როგორც შენ იტყვი, პარტნიორო. შეწყვიტი ამის დაძახება, მე შენი პარტნიორი არ ვარ. კამილ, როგორ ფიქრობ, ერთი კიკინით უფრო მაგრად გამოვიყურები თუ ორი ცალით? ნაის, მე ეს დიდად საერთოდ არ მაინტერესებს. კარგი, მაშინ ორს ავირჩევ. ჰეი მეგობრებო, ნახეთ ამინას გაკეთებული პოსტერი? ამ შაბათ-კვირას კამპუსში მის კამპუსის კონკურსია. ეს ნიშნავს, რომ ყველა გოგოს ლამაზი კაბა უნდა ეცვას. ისიც კი ვიცი, ვის მისცემს ხმას კამილი. ეს მენდია. პაზლ სინამდვილეში ეს სასაცილო არ არის. სხვათა შორის მე ამინას მივცემ ხმას. სხვათა შორის მე ახლა გაბის ვაძლევ ხმას. იქნებ მოგვიანებით მასთან ურთიერთობა შევძლო. ჩვენ ყველანი ამინას ვაძლევთ ხმას, რადგან კამილი ჩვენი მეგობარია. ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის. კარგი, გაბის გეგმა დროებით გაუქმებულია. ჩვენ ამინას ვაძლევთ ახლა ხმას. აი ეს უკვე მესმის, ფაზლი ახლა ნამდვილი ძმაა. შეიძლება? არა. გასაგებია. ბიჭებო, ჩვენ ამ შაბათ-კვირას პიკნიკზე მივდივართ. აბა მოდიხარ? მე მოვდივარ. გემრიელ სენდვიჩებს და ჩემს საფირმო ლიმონადს გავაკეთებ. მე შენს ვარდისფერ ლიმონადს არ დავლევ. ბოლოს რომ დავლიე, მთელი დღე ტუალეტში ვიჯექი. რაზე ლაპარაკობ? შენ ყველაფერს ჭამ რაც თვალწინ გიდგას და ამიტომაც ზიხარ უნიტაზზე მთელი დღე. მე არ მოვდივარ. პიკნიკები არ მიყვარს. დღეს ავსია კოღოებით, ტკიპებით და მე ასევე მეშინია დიდი დათვების. ბენსიმ შიშარა, დათვების ეშინია. მართლა გეშინია დათვების? ცირკშიც კი არ დავდივარ, იმიტომ რომ მან დათვები არიან. არ ვიცოდი რომ ბენსი ასეთი მშიშარა ბიჭი იყო. ლორა, მე მშიშარა არ ვარ, უბრალოდ დათვების მეშინია. ისინი სხვათა შორის ძალიან საშიშები არიან. თუ პიკნიკზე არ წამოხვალ ჩემთან ერთად, დავშორდებით, გასაგებია? ბიჭი ახლა შარში გაეხვა. კარგი, შენს პიკნიკზე წამოვალ, მაგრამ ჯერ მაღაზიაში წავალ და დათვების საწინააღმდეგო სპრეის ვიყიდი. კოღოს საწინააღმდეგო საშუალებაც იყიდე. თავად იშოვე. გოგოებო, ამ შაბათ-კვირას მის კამპუსის კონკურსი გვაქვს. რომელიმე მიიღებს მონაწილეობას? კამპუსის კონკურსში მე აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას. ოლივია თანახმა. კიდევ ვინმე? პიკნიკზე და ჩემს ვარდისფერ ლიმონადზე რა სიტყვი? დალიე შენი ვარდისფერი ლიმონადი და შემდეგ მთელი დღე უნიტაზზე იჯექი. მეც დამარეგისტრირე. პიკნიკი გაუქმებულია. მაგარია, პიკნიკი გაუქმებულია. მე დათვები აღარ შემჭამენ. მაშინ მეც ჩამწერე ციაში.
კარგი კაბა მაქვს ასეთი წვეულებისთვის. ჯეირანი. ვიცოდი რომ მაგრატელს მაჩვენებდი. შეასრულე დავალება ბუშტო. ახლა ლორასთან მიდი და ტუჩებში აკოცე. შენ რა გაგიშდი? მე ამ დავალებას არ შევასრულებ. ნებიანი კოცნა ლუზერისგან? წავალ და ახლავე გავაკეთებ. სტეფ, როგორც ჩანს, დიდი კონკურენცია გვექნება. აჰა. შემიძლია გავიარო? რა გინდა პატარაო? ლორას ვეძებ. ლორა, მოკლედ კარგი, უნდა წავიდე. რას უყურებ ბიჭო? შენს გოგოს ახლახანს ლუზერმა აკოცა. ახლა უსიამოვნებაში ხარ. დაიჭირეთ იგი. მაშ, ლორა, როგორ მოგეწონა ნებიანი კოცნა ლუზერისგან? ეს ყველაზე ცუდი კოცნა იყო, რაც კი ცხოვრებაში მქონია. რა ხდება მსუქანო? ხვდები რა ჩაიდინე? ხვდები ამას თუ ვერა? პენსი მოკლავს მისი გოგოს კოცნისთვის. ბიჭებო, თამაში წავაგე და ეს ჩემი დავალება იყო, მაგრამ ლორას ტუჩები ძალიან ტკბილია. ღმერთო, დერეფანში სირბილით კინაღა მოვკვდი. აი ბენსიც. კარგი, ახლა რა გიყო შენ მსუქანა ბიჭო? ყურები მოვაგლიჯოთ მოდი მას. ჯობია ჩემი ჯოხით კბილები ჩამოუმტრიოთ. დაკ, დამშვიდი, უკეთესი იდეა მომივიდა თავში. ცხვირის მოკვეთა? არა, ჩვენ მას ისეთი გაკვეთილი უნდა ჩაუტაროთ, რომელსაც მთელი კამპუსი გაიგებს. კაბას და პარიქს ჩავაცმევთ და ბუშტი მის კამპუსის კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. აბა რა სიტყვით ამაზე? იქნებ ჯობია ცხვირი მომაჭრათ და კბილები ამომიღოთ. არა. გოგოებო, დროზე იჩქარეთ. ზუსტად იცი ამ კარადებიდან რომელია მისი კარადა? ლორა, დარწმუნებული ხარ რომ მისი კაბა უნდა გააფუჭო? კი, დარწმუნებული ვარ. კონკურენტები არ მჭირდება. თუ მათ კაბა არ ექნებათ, ისინი კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. გოგოებო, ფრთხილად, ვიღაც მოდის. აი პატარა სულელი გოგოს კაბაც. შენ გაჭერი და მე დავიჭერ კაბას. გაიგე? რატომ მე? იმიტომ ჯანდაბა, აქ რაღაც ხდება. ლორა, რატომ დგახარ ჩემს კარადასთან და რატომ გიჭირავს ჩემი კაბა ხელში? დროზე მითხარე. ჩვენ უბრალოდ გვინდოდა შენი კაბა კიდევ უფრო ლამაზი გაგვეხადა. სწორედ იმისთვის, რომ მოიგო მის კამპუსის კონკურსი და მოიგო ასევე გვირგვინებიც. მადლობა, მაგრამ თქვენი დახმარება არ მჭირდება. ჩემი კაბა ისედაც ლამაზია. კარგი, უბრალოდ მეგონა რომ საუკეთესო მეგობრები ვიყავით. ამიტომაც მინდოდა შენი დახმარება. წავიდეთ. ჩვენ კონკურსისთვის ვართ მოსამზადებლები. სტეფ, არ გგონია რომ ლორა ჩემი კაბის გაფუჭებას ცდილობდა? გონი გასახდელში დროულად მოვედით. გოგოები ყველაფერს აკეთებენ გამარჯვებისთვის. გამარჯობა, კამპუს. დღეს ჩვენ გავიგებთ მის კამპუსის კონკურსის გამარჯვებულის ვინაობას და გვირგვინის მფლობელის ვინაობასაც. თითოეული მონაწილე ხმამაღალი აპლოდისმენტების ფონზე სცენაზე ამოვა და თავის სამოს გვაჩვენებს მთელს კამპუსს. პირველი მონაწილე იქნება ჩვენი ლორა. კარამელო, შენ საუკეთესო ხარ. კი, კარამელი ყველაზე ლამაზია. დენს, შენ გაგიჟდი? ის ჩემი კარამელია. აბა, შეგებეთ ოლივიას. ოლივიას კაბა გასაოცარია. და შემდეგი კონკურსანტია ამინა. ბიჭებო, ამინა, შენ საუკეთესო ხარ. ყველაზე ლამაზი კაბა გაქვს. დენს, ვერ გავიგე. შენ რა, ამინას უჭერ მხარს? არა? მაშინ რატომ ყვირი ხარ? ისე, უბრალოდ. მეოთხე მონაწილეა ჩვენი სტეფი. და ჩვენი შემდეგი კონკურსანტია გაბი. შეგებეთ. მისმინე კამილ, გონი გაბისთან ურთიერთობას დავიწყებ ახლა, იცი? ჩვენი შემდეგი კონკურსანტი მზადაა თავისი ჩაცმულობის საჩვენებლად. ჩვენი პონკა. ჯანდაბა, მე მოვიგებ ამ კონკურსს. მე მომეცით ხმა. მისმინე პონკა, ეს ჭორაობის კონკურსი არ არის. ეს ჩაცმულობის კონკურსია. დადექი შენს ადგილას დროზე.
შენი კაბა მახინჯია, შენ უშნო ხარ. პონკას ყველაზე ლამაზი კაბა აქვს. პონკა შენ საუკეთესო ხარ. ლუზერებო, ხმას დაუწიეთ. ყურში ნუჩამყვირი ხართ. ახლა კი ჩვენი კამპუსის ადმინისტრატორი თავის ჩაცმულობას გვაჩვენებს. შეეგებეთ, მენდი. რას აკეთებს მეგობრებო? მე თქვენ ყველას გიმახსოვრებთ. ახლა კი გაიცანით ჩვენი კონკურსის ბოლო მონაწილე, რომელიც ჯერ მე თვითონაც კი არ მინახავს და ეს არის ახალი გოგონა სესილია. გამარჯობა ყველას. მე სესილია ვარ. გთხოვთ მომეცით ხმა. ვინ არის ეს საშინელი გოგონა? სესილია, ჩამოდი ამ სცენიდან ახლავე. ეს სულელი ბუშტია. ვიცი. რა საზისხარია ეს სესილია. ვინ ჯანდაბა ეს კასრი? იცნობთ მას? არა, მაგრამ ის ნამდვილად საშინელია. გამარჯობა, მე სესილია ვარ. არ მაინტერესებს. არც მე. აბა სტეფ, სესილიაზე რას ფიქრობ? გონი ყველაზე კარგი კაბა მას აქვს. სამწუხაროა, რომ იმ პატარა სულელი გოგონას კაბა ვერ გავაფუჭეთ. აბა, ახლა კი კიდევ ერთხელ დავუკრათ აპლოდისმენტები. კონკურს! და ახლა ჩვენ გავიგებთ გვირგვინის გამარჯვებულის სახელს. მე. გაჩერდი, სად მიდიხარ? ახლა მე კამპუსის დედოფლად გამომაცხადებენ. როგორც იტყვი და კამპუსის დედოფალი გახდა, ჩვენი კამპუსის დედოფალი გახდა. ახალ პედაგოგო, რას აკეთებ? მე კამპუსის დედოფალი ვარ. მორჩა, წერტილი. რა ჩანდაბას აკეთებს? სულელი ხარ? რა გააკეთე? სულელი შენ ხარ. სულელი შენ ხარ? ბუშტო? ბუშტო, შენ უცნაური მეგობარი ხარ. შენ ხარ მიზეზი, რის გამოც ვერ გავიგეთ ვინ არის კამპუსის დედოფალი. ბუშტო, შენ რა ისევ ქალის კაბა გაცვია? სწრაფად წადით. ეს შენ გაიგეთე. შენთვის შეინახე ეს პარიკი, შენ უფრო მოგერგება. მეგობრებო, როგორ ფიქრობთ, ვისი სახელი ეწერა ამ ფურცელზე? მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ელოდეთ ახალ ეპიზოდებს. ნახვამდის ყველას!